არხისფრად გასენებულა. არხისფრად თენდება ეს მაგარი მოარტყა. არა ეს ამინდი როგორ მუზეუმია ეს. მუზეუმი. კაი, მე მინდა ქართულს რომ მოყვარდეს ქართველი, მე მინდა ხალხილა ქართველი. კამერაში ვარ. მოგელი მალე მე როგორ არის? შერბები დეჯან მაიტარამე მაგრაში უდო ტიპ დაწერა იყოს კამერაში ეს არის ჩემო კარგო ამერია არსაღალი 75 პესო კალანდაც მიაცერე გავიგე შენ დარჩა პესო კალანდაც ის მარქვია Roze ეხლა დროზე რა მეიჩალიჩი უვიდა დაჭა არა აუ ისო უვიდა ყავა და რეჟიმში სხვა გემოაქვს ციხე პრესაც მოიტანეს მოყარეს რა ძველი ივერია ყველაზე მაგარი გაზეთი საქართველოში დღესაც Sabato Nindori bucatista zergoda. Nindori namushi zavorida. Vai. Nino piro miqurebdes ეხლა რა. იცი რომ უნდა? რა ვიცი, დიდი ხა. ევარი, ამ გუნდლებს ცოცხლიდან ვეღარ ვიდეთ. ეონები რა. Ritara. Მიშველეთ. ბიჭო, რა მაინტერესებს? ასწერს ეს მიშველაძე? უნდა მაგას ვეშ. ანახე, ერთ გამაგებინე რა. ვის ხელში ყოფილვარ თუ ჯერ ესეთი ჩემ ხელში არავინ არ არის. თქვენის ქართველი ხარ ზუსტად სუსტი და ცუდი მხრიდან რომ გინდათ ყოველთვის დაინახოთ საქართველოს და ქართული მოსახლეობა. რა ცოტა სიყვარულის მხრიდან შეხედეთ ყველაფერს და უფრო კარგი იქნება. ამდენი ბოღმა და ამდენი შური როგორაა მოთავსებული, გამაგებინეთ მაინც რა. არ ვიცი, არა, მე თქვენგან მომდის გული ელემენტარულად, იმიტომ რომ წერალი კაცი ხარ და არ გეკადრებათ. ესე ქვეყანას ვერ ავაშენებ. დიდ ბოდიშს მოგიხდით ამას რომ გეუნებით, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. თავად განაცხადა შავნაბადაზე დამიბარა და შავნაბ ხო მივედი, აი მე და ბიძინას მანქანით წავედით სხვათა შორის, აი მინდა გითხრათ შავნაბადაზე. არ მივსულიყავი და არ დავლაპარაკებულიყავი და სისხლის ღრა გამოგვეწვია მთელ საქართველოში. ამას მეუნებით თქვენ? და თუნდაც ერთხელ კიდევ რო დაუჯერე მას და მითხრა რომ ყველაფერს მივხვდი და არასწორად ვაკეთებდი და არასწორ ხალხს უჯერებდი, არ უნდა დამეჯერებინა? საწოდაო ჩემო ქვეყანაო, სასტიკი ბრძოლები გელის რა. ბუბა კიკაბიძე. ანუ სათაური ჯერ კიდე ჩიტო გრიტომ უფრო ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის, ვიდრე მთელმა ოპოზიციამ. ეგ ქართულმა ხალხმა უნდა შეაფასოს და არა თქვენ, პატივცემულო ბუბა. თუ ფსკრულის პირას დგევარ და საკმაოდ ხელი ვკრათ და შიგ გადავიჩეხებით და დედამუდიანეთ. ერთი სიტყვა გიწერიათ მაინც ხელისუფლებაზე, თქვენ საყვარელ თვითმარქვია პრეზიდენტზე? არ გიწერიათ.
რა დაგიშავოთ ოპოზიცია? გამაგებინეთ, რატო ახოცავთ ხელებს ყველაფერს ოპოზიციას? ხალხს რატომ არ ეკითხებიან, უნდა თუ არა არჩევნებიო, ხაინდრავას გადასაწყვეტიაო, ეგო? რა შუაშია ხაინდრავა, რა შუაშია? ესე მგონია, რომ რაღაც ინტერესი გაქვთ. ტყუილის დონე მოგხიბლა, ქურდობის დონე მოგხიბლა, არასამართლიანობის დონე მოგხიბლა, ცილისწამების დონე მოგხიბლა, თუ რა მოგხიბლად გამაგებინეთ რა? თუ საჩუქრებმა დაიღალა ხალხი, ასე გაგრძელება დაიღალა მართლა ხალხი იმ ცინიზმისგან, რა ცინიზმის თქვენი ხელისუფლების პირებიდან ამოდის, კი, ძალიან დაიღალა. პრემიერის სავარძლისთვის არჩევანი ნიკა გილაურსა და გიგი უგულავას შორის უნდა გაკეთდეს. ნუ ეს ძალიან მაგარია. ნიკა გილაური და გიგი გულიანის შორის უნდა გაკეთდეს. ჩემი ინფორმაციით სააკაშვილმა მობილური ესროლა საქართველოს პრემიერსო. ბერძენიშვილი ლევანი იძახის. საერთოდ სააკაშვილი მობილური სროლაშია შემჩნევა. ახლა სტუდიაში ვიძებთ თავად საქართველოს პრეზიდენტს ვადიმ მიხელსარაძეს. თვითონ ხდება. არის ის უმუშევარი. აი ამეჯერა რო ის გადაცემა ოიც კომედია, კომედი შოუ. ვაჭრობა განსხვავებით რუსეთს და უკრაინისგან და ზოგადად ისე ხო ძალიან მაგარი, ყველაზე მაგარი გაუძელი კრიზისი, ხო? ყველაზე მაგარი გოღა, ეგ ხო? ალბი გადაცემა, ალბი პასუხები. როცა მოგვიხმობს პარტია. აუ რა იყო ეს ჩემი? ნეტა არ მეყურებინა რა. მორიგი ფარსი რა. ეს ფარსი. აგარც უძღეში ვარ რა. დღეში რო არ ვიყო და მე აქ რა მინდა. საიდან იმართება ეს ყველაფერი? საიდან გაიმართება? შეთქმულებების თეორიების არ მჯერა, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაყურებელს იმჯერა რა. იმიტომ რომ ყალბი ხარ, იმიტომ რომ თვითმარქვია ხარ. გაყალბებული ხარ და იმიტომ. ქვეყანა შენ არის პირველ რიგში და შენ რე ქვეყანას. მალინდელი დღე არ თენდება, შენ ახარე ყველაფერი. ამერიკა. ვასლაპარაკობ, თუ კიდე ოპოზიციაზე არა ყალბი ხარ, გესმის, ყალბი ხარ თავიდან ბოლომდე. არა ხარ ლეგიტიმურად არჩეული. ამიტომაც ითხოვს ეს ხალხი და ოპოზიცია არჩევნებს. არ შემილია რა. მოსვლა იცის, წასვლა არ იცის, ეს ვინ არის? ამას გონია რომ ეგ არის. რას იქნებ შენ ახარ საქართველოს დამღუყველი. გიფიქრია ამაზე როდის მე? არ უნდიხარ რა ხალხს წადი რა. ამერიკაშიო მოუთხოვა მე ბუშის გადადგომაო და ტერიტორიები დაკარგა თვითმა და იმას 50000 კაცით მეტი ლტოლვილი გააჩინა. მეტი რა უნდა ქნა ხა ვერ გავიგე. წადი რა შეკაი ადამიანიშვილი რა. ნო, სისხლი და უბედურება არ ანაღლებს ხალხის და ეს ანაღლებს ეკონომიურად თურმე კრედიტი როგორ გაისტუმროს რა. იმაში მაგარია რა. მაგარი, შენ მარტო შენი სკამი განაღლებს. აი ეგ არის ჩვენი ქვეყნის უბედურება ზუსტად რა. ცხენია. არ გაახურა საქმე და. ჯერ ხო ის აციშვილმა არის ის პრემიერ-მინისტრის ისა სისხლშია ხელები გასრული და კიდე ახე ჭკუას გვარიგებენ და. ახლა ფიქრობ რომ მაგარი მაგარი სისტემები დაუშვია. ბიჭო როგორი შეშინებული იყო ინაგურაციის წინ და როგორი ის იყო და ვაიმე აი მეპატიეთ და აი ეგ იყო რა. გადააგორა 2-3 დღე და ეგ არის და ეხლა ყოფილა ეს ლაპარაკობს. მე ის ყოფილა რა, ბადრი პატარკაშვილის მოწყობილი ყოფილა შედინების აქციები რა. იმ 300,000 კაცს ეგრევე შეურაცხყოფა, აი დაასხა თავზე ლაფი რა. ეთი მაინტერესებს, ეხაც რომ გამოვიდეს იგივე რაოდენობის ხალხი. ეგეც ბადრის მოწყობილი იქნება? აი სკამის მონა. მეუნები რა. სკამის მონა, აბა რა არის და ისინი დანარჩენები კიდე მაგის მონები არიან რა. ეგ არის სკამის მონა რა. რა ნახა ბიჭო ამისთან და კაი ხო უნდა იცხოვრო რა, გაგირეს პრეზიდენტის ვადა და ბოლო მოკვდები რა. ყველა მოკვდები ხო? ასე არა. რა პასუხცემ ჯერეც კაი იქ რომ მიდიხარ იქ რა პასუხცემ და თუნდაც აქ ადამიანებს თუ ვინც
აი ესეთ ნერვებს უშლიდო, აი ესე უშლი ნერვებს, შავზე თეთრსეუნები კიდე პლუს ყველაფერთან ერთად. ყველაფერი გააფუჭე, ომით და არა ომით და ყველაფერი. აბსოლუტურად. კიდე იძახი რომ გაზაფხულზე, ზაფხულში დიდი შანსია რომ რუსეთმა დაგვბომბოს. წადი რა, წავიდეს რა. მე მეუნები რომ არ არის არანაირი შანსი რომ დაგვბომბოს. შენ თუ არ შემუნთებ კიდე ცეცხლს რა. არ მიდის, არა. შენ კიდე მეუნები რომ ეხლა მომზადებს იმისთვის რომ აი კიდე გაზაფხულისთვის, ზაფხულისთვის შეიძლება დაგვბომბოს. თუ შეუჩხი კიდე დაგვბომბოს კი არა შეიძლება ახაც დავჩეთ საერთოდ ქართველები. წადი რა, წადი რა. იაყარე კედელს ცერცვია რა. ამიტომ მე დავხნე. არაფერი რა უნდა ვქნა და ერთი დაწובה მოკვდება, მეორე ადგება, მესამე აი ესე გაგრძელდება სანამ ეგ ტიპი იქნება. არ შეიძლება რა უნდა გამოვიდეთ ყველა მანქანებით გამოვიდეთ თუ იცით არ ვიცი და სიგნალებით და ჩახერგვებით გზებით და სვისტოკებით და რა ვიცი 500,000 სვისტოკით. და აი დაუწყოთ შტენა რომ წოდო просто წადი რა. და არ უნდა შევიდეთ სანამ არ წავა რა. ო 5 წუთში გარხდება. ვა. უნდა მე რა ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ ის რაც არასდროს არავის არ გაუკეთებია ეს უნდა მოვიფიქროთ რომ არც ისხლი დაიღვაროს. და მაგოთი ყველა თელსოფლიოს დავანახოთ რომ ტიპი არის თვითმარქვია რა. და ტიპს აღარ უნდა ხალხს, გესმის? აღარ უნდა ხალხს. და ძალით მეტენება რა. აი მეტენება ძალით. არა როგორ არ გინდი ვარ შენი. გადაიხერგება ყველა თბილისის ქუჩა და ყველა თბილისის ქუჩაზე რომ პიპინი და სიგნალი ატყდება და სვიშტოკებით წადი-წადიო მე და გადმოიხედე ერთი ფანჯრიდან და შეხედე რა მოხდება რა. და აი გასწრებაზე იქნება რა უნდა ხნა ვერ დაინახე ერთი გორში რა ხნა შეძურა თავით იმაში რა. აღინა სპორტულად გაიქცა გორში. მაგრად სპორტულად გაიქცა. ვაფშე მაგარი სპორტულია. ბენ ჯონსონი დააგეთა. ერთიანობის გარეშე გამორიცხულია. სულ მაგაზე ხდება მე სპეკულირება მაგით რომ შენ რატო ლაპარაკობ თქვა თვითონ შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი. ხო არის ამაზე სულ ლაპარაკი. ჩოლებრივ ამდენ შენ მეგობარ შენ მეგობ ახლობით თქვენ. ეგ როგორ მოხდა თქვა იქ გაიგე და ერთადერთი ფორმულა ეგ არის. ზამკნოტი კრუგია ბიზნეს. აი რაღაც ჩაკეტილი სივრცე. მაშინ ვერ გავჭერით რა. ვერ გავჭერით რა. აი ეგ არის. მაგრამ გავჭერით. მაშინ ეს არის ქვეყანა ხვალ გათენების გეშინოდეს და დაბომბვის გეშინოდეს. ახლა თქვა დღესაც წელვადიანი პროცესია. თქვა. გაზაფხულზე შეიძლება აღარ ვიარსებოთ საერთოდ და მაშინ გამოვიდე და ილაპარაკო პარლამენტიდან და გაზდის და არის რა. გამდის და შედი გამომივიდა ვიწრო ეშვები მოკლების და იქნება. ყოველ შემთხვევაში აქედან რომ არ გავალ ეგ ცხადი ხა სანამ ეგ არის გარეთ რა. ეს კი არის საერთოდ ეს რეჟიმია რა. საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობას თუ თანხმდება, რატო არ დათანხმდი? რანაირად უნდა დავთანხმდეთ თვითმარქვია ადამიანს რამეზე. აი მითხარი რა. რომ დათანხმებული ყავ. ისად შემოგთავაზა რომ მე დისკრედიტაცია მოექნა შენი. ხალხო. შევწერენ პირადად და მე გავიგე. ჯუმბერა მაგარი კაცია. ემოცია ჯუმბერას წერილზე ქონდა? სიმედრეა თო. გამარჯო. აი ხალე. თურა, ხო? გარო მე უფრო მაგარ კამერაში წავიყონთ. შეგარი უფრო მაგარ. ჩემთან სახში გასო პარკეტი არა მაქვს. გასხობა არა მაქვს, ცხელწყალი არა მაქვს. კი ბატონო, შემდეგი იყოს. ახლა შეწევი? ხო. დიდი ხანია დაიწყე. ზაფხულში რა.
მე მახსოვს რომ არ ეწეოდა და მეტყობა ნერვიულობებმა ამან აი ეგენი წამოგიღეთ ჩემი მოთხრობები და გაიხარე თან 13 მარტსა ვარ დაბადებული და ჩემი საყვარელი ციფრია რა 75 75 დღე დარჩა 9 აპრილამდე რა და ყოველ შემთხვევაში მე მაგრად იმედიანათა ვარ რა შენ ამაი რა ხდება ანჯარასთან ადგილი მოგეწყვია რა გინდა აბა ეხლა რა ვქნა მაგრამ აქა ვარ სულ და თქვენ მიდიხართ მოდიხართ ეხლა ზოგი პარლამენტში ხართ ზოგიც რა ვიცი მე რა ჰაერზე ვიცი ხა მე შენ როგორ დიპატის გზენ და ვაფშე შენ კაცობას და შენ ადამიანობას ინთავიდან ხა შეკითხა მინდა ან კი ან არა გამეცი პასუხი პროსტა რა აი რა მაინტერესებს იცი ლეგიტიმურია პრეზიდენტი შენთვის დე-ფაქტო პრეზიდენტია და ლეგიტიმური არა ლეგიტიმური არის შენ შინაგანად როგორც ეხლა დე-ფაქტო გასაგებია რომ ეხლა ეს პოლიტიკური პასუხია პოლიტიკური პასუხი კი არის მეგობრულ პასუხს გთხოვ რა როგორც აი არ არიან კამერები და 5 იანვრის მერე მე მიტინგებზე არ ვიქნებოდი მაშინ მაგას ვიძახი რა ესე იგი არ არის ლეგიტიმური რა მაინც ესე გამოდის მიიღო ბოლოს მაინც ხალხისგან ლეგიტიმაცია რა ხალხისგან მაგას არ მიუღია ლეგიტიმაცია მაგრამ მიიღო ამერიკელებისგან და ზოგიერთებისგან 300,000 კაცი იპოდრომზე გამოვიდა რანაირი ლეგიტიმური ეგ არის არ უნდა დაგვეშალა 300,000 კაცი არა არ უნდა დაგვეშალა ეგ მაგრამ რა გვექნა შევსკვდომოდი სისხლი დაგვეყარა რა სისხლი მე აბა რა უნდა გვექნა არ ოდემდე არ დაგვეშალა აი გინდა გითხრა რამ დაშალა ეს ოპოზიცია რომ დაიშალა აი მაგის კითხვა მინდა ზუსტად კონკრეტულად შეიძლება რაღაც სიტუაციები რომ არ მოხდარიყო დაუშვათ შენს და რომელიღაცა ოპოზიციურ ლიდერებს შორის ეს სიტუაციაც არ დამართულიყო პარლამენტში აი როგორ უნდა შესულიყო როგორ შევიდნენ მანამდე 9-ში მე რა პარლამენტი მაგითი რომელი პარლამენტი მოვიდა გაუყალბილოთ არც ერთი მოვიდა შენ თხოვლობ ეხა არჩევნებს ხო თხოვლობ ეხა ვადამდელ არჩევნებს აი რა დღესო დაგთანხმდნენ დღესვე როგორ დათხოვნილი იქნას პარლამენტი ან გადადგეს აი 9 აპრილს დანიშნეს ორივე არჩევნები ხო სიტყვაზე 9 აპრილს დანიშნო აი ობიექტურად ჩაატაროს რატომაც არა აი ხვარი დანიშნო შეიძლება პარლამენტის არჩევნებს დანიშნავ რომ მე ვეღარც კოდექს გადააკეთებ და ვეღარც CSKO-ს ვერ შეცვლა. ამ CSKO-ი და კოდექსი დგინა შენ გასულ. ეს კოდექსი რომელზეც ვიძახით სულ ყველა რომ არ ვარგა. მე მგონი რაღაც უმრავლესობაში აღარ მოწონს ეს კოდექსი. ხო. სიტყვაზე. ხო. ეს კოდექსი თუ არ შეიცვალა, რანაირად უნდა ჩატარდეს არჩევნები. აი ისე ამ კოდექსი ხო არ ჩატარდება? ხო, არ მოგწონს შევცვალო. ვინ უნდა შეცვალოს გია? ვინ უნდა შეცვალოს? ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვინ? ვინ ჩვენ და პეტრე მივანემ არსებობს საშუალება რომ შევიკრიბოთ. ვინ დავიწყოთ ამაზე მუშაობა? ვინ და ახალ კოდექსი ვინ და? აბა რასა მაგაზე არის საუბარი. აუჯდე დავწერო, როცა ოპოზიციური პარტიები და ლიდერებიც მათ შორის ერთმანეთს აგინებენ, ერთმანეთს ეძახიან, შეძმაზე ეძახიან აღარ არის ლიდერი. ხო, კი. აბა ვინ იყო ლიდერი მაშინ? მაინტერესებს რა გეკითხები? იყო ლიდერი? კი, როგორ არ იყო? რო წერენ მე რომ არის ეხლა აღარ არის ლიდერი. ეგ ვინ გააკეთა? რატო კეთდება ეგეთი რამეები? მაგას გეუბნები ზუსტად. ეგ არის მთავარი პრიორიტეტი ეხლა რაც პრობლემებიც არის ეგია. ვერანაირ არჩევნებს ვერ მიიღებ შენ სამართლიანს თუ არ შეცვალე კოდექსი. კოდექსიდან გამომდინარე თუ არ შეცვალა. ხელისუფლების ნება უნდა იყოს ეხა პირველ რიგში. არის ამის ნება. მე მაგალითად ეხა გეუბნები რომ ხვალე ჩავაბაროთ, აი ხმალაძემ შეცვალოს კოდექსი. ხმალაძემ კონსტიტუცია დაწერა ჯერ კონსტიტუცია, რომელშიც პირველი მუხლი მეცხრეს რო ეწინააღმდეგება. არ ვიცი ხმალაძე საარჩევნო კოდექსი როგორ დადებს. მე გამოვედი ბრიფინგი მოვიწვიე და თქვი ყველას თავაზობთ, ყველას თავაზობთ, მოდით დავიწყოთ ამ კოდექსზე მუშაობა. რამდენიმე კაცი შემოვიმეხმიანეთ, როგორ ფიქრობ მაინც, რამდენი არც ერთი. არც ერთი, არ უნდათ რა ვიწყობა, თუ რა ვიცი, ვერ გავიგე რა არის. დავიწყოთ ამ კოდექსზე მუშაობა. ისე რომ კოდექსი შეცვალო, ისე რომ ხელისუფლებას თუ არ უნდა ამ კოდექსში შეცვალა. ჯერ ჩვენ კოდექსი გავაკეთოთ. და თქვათ რომ აი ეს არის კოდექსი, აი ეს ახალი კოდექსია მისაღები. ჩვენ შევსულიყავით 14 კაცი, თუ რამდენიც გვიყავით, თუ 18 კაცი. სულ 32 კაცი გამოდიოდა იმ ლეიბორისტები ან თუ ვინც იყვნენ. სულ ყველასთან ერთად. შევსულიყავით. მე გეუბნები რომ ეს იქნებოდა გარანტი იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ დაიშლებოდა. შედიხარ ამით იაძლევ ლეგიტიმაციას. საერთოდ ამ ქვეყანაში რო ცხოვრობ არა ძლევ ლეგიტიმაცია? ამ ქვეყანაში რო ცხოვრობ? ვისი მოქალაქე? აბა ამას გულისთვის წავიდე ქვეყნი და ადგეზე წავიდე. ო და არც მაგას ვერ ძვიტო და როგორ ახლა ვერ ძვიტო. პარლამენტში შენ ისე არ ბრძოლობ როგორც გარეთ ბრძოლობდი, გია? გეფიცარ კიდევ გეუბნები. გარეთ სხვა შენ გარეთ და აი თუნდაც ჩიმშილობის დროს თუნდაც მიტინგები რომ ვიყავდა, თუ გინდა თაწმინდის მოსახლეობა ხმარო მოგცა, შენ ამიტომ კი არ მოგცა. ვახში გენოცადი. Привет, братва. გაიხარე. კარგო კაცო. გართმევ, შენ წარმოგიდგენია გართმევ. არ გართმევ თო ხელსო და არავის ხელს არ ჩამოვართმევ ეგ რო. პარლამენტის გარეთ ახარ და გართმევ რა.
რაღაცა ხმაურობ ძალიან. გია საუბრობთ რა. რა ხდება? რა არის? ერთიან რაღაცა. რა არის? მე გეტყვი რაც არის. მე გეტყვი უმარტივეს რამეს რაც არის. გაერთიანებული ოპოზიცია ჯერ პირველ დღესვე, როგორც კი ჩვენ დავთქვით, რომ ვართ გაერთიანებული ოპოზიცია. პირველივე დღესვე, როგორც კი მოგვიერთდნენ ახლები და რო თქვენ რომ ჩვენ არა ვართ გაერთიანებული ოპოზიცია, ვართ გაერთიანებული ოპოზიცია, ტირე, ახალი მემარჯვენეები. აი მაშინ დამთავრდა ჩვენი კინო რა. მე მაშინაც თქვი. საზოგადოება რა შუაში? მე გეტყვი მაშინ, საზოგადოების შუაში არის. შენ და ახლები და ადრეული. მე გეკითხები, მე გეუნები რამ დაშალა ოპოზიცია. მე ოპოზიციის პრობლემებზე ლაპარაკობ, როდესაც ქვეყანაში იქნება პრობლემა, ვიჩეხებით. პრობლემები იწყება მანდედან. და რატო გეტყვი? მე შენ გეკითხები, რას ნიშნავდა, აი რას ნიშნავს რა, როცა საზოგადოების ესეთი ნდობა გაქვს. როცა საზოგადოება პირს თვალებში შემოგციცინებს. და რას ნიშნავს ეს, როცა ოპოზიცია იყოფა 5 სხვადასხვადმად რა და აგინებს ერთმანეთს. შეცდომა. ეს თემა არ არის ეგა. ძალიან ცუდი საქციელია. ძალიან ცუდი საქციელია. ზო? გეთანხმები ამაში. აი ესეთი რამეები ვიწევს. საზოგადოება უნდა ქნა. რაკნას. როდესაც უნდა თვითმარქვია ხელისუფლების მოცილება. რაკნას. საზოგადოებას კი არ უნდა კითხო რაკნა. ის გეკითხება შენასაკეთებს მაგის. მეუბნები და მეც პასუხობ რა. რას პასუხობ? რა გააკეთე? ერთადერთი ამ თვითმარქვია ხელისუფლების მოცილების გზა არის ამ ადამიანების ერთად დგომა. ერთად გაერთიანება. მე არ გეუბნები რომ არჩევნები. ჩვენ რომ ლაპარაკობ, მე რომ არჩევნებია რა. არჩევნო არ ფიშო. ალბათ გადასაგდება და მე როგორც გინდათ ისე იყარეთ არჩევნებში კეთილ. ელექტორატი რო ნაწილდება, ზოგი მიცემს ლეიბორის, ზოგი მიცემს იმას, ზოგი იმას, გაანაწილდა ეს ყველაფერი. ტრაგედია. მომისმინე ბიჭო, ახლა შენ მე ხო კლიპებზე არ გელაპარაკებით, ნუ მე გამაცემ არალი რა კარგი. ესენი ვერ შევიდეთ. პასუხობ რა. არა, ესენი ვერ შევაპარაკები ეგრე იმაზე, ჯომოლუნგმა. ო და ჯომოლუნგმაზე არა ვარ, მე რომია ჯომოლუნგმაზე იყო. 5 წელია მან დავარ, კაცო. მომისმინე. ახლა მე არა ვარ. ესენი რომ ვერ შევიდეთ, ვიღაცა ხო შევიდეთ. ის ვიღაცა შეიძლება ნაციონალური მოძრაობა იყოს. ხო, გავიგე, მაგრამ ოღონდ ეს დარჩენილი ხმები, აი ეს დარჩენილი ხმები, რომელიც აი ესე დარჩა, ღიად. ან ხმები გროვდება. გადაულახავზე იძახი შენ. გადაულახავ ხმებზე ეონები, ვიცი, ხო, კი ბატონო. და პროპორციულად ნაწილდება. კი ბატონო, კატასტროფა არის. კატასტროფა არის. კატასტროფა არის. არის ისე იგივეს მიიღებ, აქამდეც ქონდა. დღეს. მიიღე, ოღონდ მიიღე სამართლიანად. შენ როგორ გამოგდის, იცი რომ გინდა თუ არა მე უნდა შევიდე პარლამენტში ნებისმიერ შემთხვევაში. როცა გელაპარაკება ადამიანი რომ მე არ გადავდგები ძმაო ადამიანთან არჩევნებამდე ადრე. არ გადავდგები. რასაპირებ მეთქი? ამას რო გელაპარაკება? ხო, დავუდგები, რას ვაპირებ? პროტესტის ფორმები არის ძალიან ბევრი პადოშ, ხო იცი რა? ხო და მაგაზე ძალიან ბევრი. რას ვაპირებ და საბოლოო ჯამში ხალხს რო ამოუვა კისერში, ხო? აი რას აპირებს მე დაგანახებს ხალხი თვითონ. მე რას დამანახებს კაცო? ხაი ყველას დაანახებს რა. რა თუნდა ეხლა ერთხელ და ორჯერ დაანახა? რადგან სისხლი არ დაიყვარა და შენთან ერთად არ წავედით სისხლის ღრაზე. ამიტომ ცუდი ადამიანები არიან? არა, ხა? თვითონ მაგ მდგომარეობაში დაყრიდა სისხლი და დაწვრა. შენ ხო უკეთესი ხარ. ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. მგონია ვაგონია მაგისი რა. შენ დაანებე კაცო იმასთან. ეხლა ვილაპარაკოთ შენ რა შეგიძლია გააკეთო. მე გეუბნები გზას. შენ მეუბნები მე გეუბნები არ არის გზა არის კოდექსი დაწერა უშუალოდ ამ ქვეყანას მართლაცო მე ბიჭო რა იქემ ეს კოდექსი მე გეტყვი რა შენ რა რაღაცამდე რომ მიხვიდე რაღაც უნდა გააკეთო ხუთიან ვისარჩეულო რომ დაინიშნა ხო გადადგა და დანიშნა თავმჯდომარე დროები ეგრე ვიძახი რა ანუ იგივე უნდა მოხდეს ანუ იგივე უნდა მოხდეს აკრაძემ უნდა გაასუფთავოს არჩევნებისთვის მეადაგი და ჩატარდეს არჩევნები უნდა გაასუფთავოს უნდა ჩატარდეს და გაასუფთავოს და ეს მე ახლა შეიძლება ვიცნობ ამ ბაქრაძეს დაუშვათ რაღაც არა მაგაზე ჩვენს ქონდა ისა რა ქვენ რა გარანტია აქვს ბაქრაძე არ ჩაატარებს ისეთი არჩევნებს როგორც ჩაატარა დაუშვათ ბურჯანაძემ 2005 წელს ეს უნდა წავიდეს ეს ყველა ჩვენი უბედურების გამოწვევი მიზეზი უნდა წავიდეს და მე გინდა ნაციონალებმა გაიმარჯვო და გინდა ინტერნაციონალებმა კაც ეს უნდა წავიდეს ეს გაზა ერთი წუთი რა და დანიშნოს მე არჩევნები ბაქრაძე ერთი წუთი რა დღეს რომ გამოვიდა და თქვა რომ ის განცხადებაო მე რომ პრეზიდენტი არა საერთოდ იმიტომ რომ შენ შემოვაგდე ხა პრეზიდენტის თემა რა პრეზიდენტის თემა არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი დაპატიჟებულია და აჰა გეუბნები იმაზე რომ თქვა რომ სამთვეში მოვიცილებდიო რა მე რომ ოპოზიციაში ყოფილიყავი ხო იცი შენ ეს განცხადება ეხა დღეს იმაში თქვა რა ქვია თავის რაღაც ის შოუ რომ მოაწყო თავისი რა ქვია ვითომ რეალიტი შოუ ეხა იმაზე პირველ არხზე იგივე მე ეგეთი რამეო ვიხუმრეო რა ნიუ-იორკ ტაიმს ვეხუმრეო ესეო და პრობლემებს შეუქმნიდიო რა აი ეგეთი რამე ვთქვი ნიუ-იორკ ტაიმსში და აი ნიუ-იორკ ტაიმსი რა destroy რას ნიშნავს ანგრევას მე ეგ არის პრობლემების შექმნა
თავისივე სიტყვას იტყუება, ახლა დაგიმტკიცე. აი ეს თქვა დღეს და ეს თქვა ახლა. რაც ეხა მაგან თქვა, არ არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა? კოდექსი კი არა, ეს თან ვიზახის ვიხუმრეო. ხო, შეიძლება ვიხუმრეო ვიზახი. რა აი ეს როგორი ამე, იცი, კაი რა გეხუმრე რა. ეგრე არ მithქვია რა. რა მეხუმრება მე ხა ამაზე? ჰა? და მე ხახოდო იძახის რომ ისავა მე რა ისიძახის იცი რომ ოპოზიციასო ცოტაო უცხარი რა იმაზე ხო მოდიოდა თაშუაშია საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა ოპოზიცია რა შუაშია მე ლიზენ ხო ოპოზიციასო იმას ვქენიო აქვს დიდი რეიტინგი იმიტომ რომ ისინი მუშაობდნენ ხალხთან რაღაც და მაგიტო ვთქიო რომ ცოტა გამემხნევებინა ოპოზიცია გამომეღვიძებინაო ესე თქვა ოპოზიცია რა შუაშია საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა აი ამ ციტყვებით ხუმრეო ახლა ამაზე შევარჭეს არის ეს არის საზოგადოების საშინელი შეურაცხყოფა ჩემთვის პირადად არის შეურაცხყოფა რა 2007 წლის ნოემბრის მერე რა შეიცვალა დარჩა იგივე პრეზიდენტი დარჩა პარლამენტი სადაც უმრავლესობას წარმოადგენს იგივე მისი პარტია ოღონდ შეკვეცილ 135 კაციანი პარლამენტია და სადაც სულ 5 თუ 6 ოპოზიციონერი არის წარმოადგენილი. რაიმე შეიცვალა ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით. არაფერი არ შეცვლა ქვეყანაში. შეიცვალა ის, რომ ქვეყნის განვითარება არ დავაბრალებ არავის რა, არც გიას, არც ბიზნესს, არც იმ პრეზიდენტს, მე მის სახელს არ ვთვლობ, რომ არ დავასახელო. არც იმ პრეზიდენტს არც იმ პარლამენტის თავმჯდომარეს, არც იმის მოადგილეს და არც იმის კომიტეტის თავმჯდომარებს არ მინისტრებს. მაგრამ განვითარება მიგვიყვანა იქამდე ხალხო, ქვეყანა შეიძლება იყოს დაქცეული ეკონომიკურად, შეიძლება იყოს დაქცეული სოციალური პრობლემები იყოს და რაღაცა, მაგრამ ჩვენ მივედით საშინელებამდე. ჩვენ მივედით იქამდე, რომ ეხლა იმაზე კი არ ფიქრობ მე პირადად ჩემ თავზე ლაპარაკობ. როგორ დავიბრუნოთ როდისმე ცხინვალ ჯავა ზნაურის რაიონი, ზაურს ეხლა აღარ მასწავლის ბოლო დროს. ჩვენ უკვე იმაზე ვფიქრობ ახალგორი როგორ დავიბრუნოთ და იმის დაბრუნებაც არარეალურია უკვე მე არ მინახია სხვა ქვეყანა რომელსაც აი ასეთი ჩიხური სიტუაცია ჰქონდეს რომელიც ვერ ხედავდეს და ვერ ხედავთ დღეს დღევანდელ ინტერვიუს პრეზიდენტს ნუ დამისახელებთ რა და მის ბაქიბუქობას რომ მას გამარჯვებული აქვს ბრძოლა და ქვეყანა მიცვალებულები ეყარნენ გვამები ასობით ქართველის და აქ რუსთავაზე რომ კონცერტები იყო ეს კიდე იმაზე იყოს რა ქვია კისერზე ყველაფერი. ამაზე არ ლაპარაკობ, ეს ჩავლილი ეტაპია. მე ლაპარაკობ დღევანდელ ეტაპზე. რა ვქნათ დღეს? რა საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკობ და რა სასამართლო რეფორმაზე ლაპარაკობ გია, როცა ქვეყანა ჩავარდა უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში. რა ვქნათ? როგორ გამოვიდეთ? ან უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ აქეთ 3800 და იქით 7400 კვადრატული კილომეტრი. ამ შემთხვევაში როგორ ხედავ დაბრუნებას? მე ვერ ხედავ. აი ამას პირობებში ვერ ვხედავ. არა, მე სხვა ხელისუფლების პირობებში შეიძლება. არა, შეიძლება იფიქრო. მაგრამ ჩვენ იმდენად კატასტროფიულ მდგომარეობამდე მივიყვანეთ, აი ეს ერთი საკითხი. ვინ ჩვენ მივიყვანეთ ზაზა? საქართველოს ნუ ლაპარაკობ ქართველებმა. ყველა ქართველებმა, კაცო, ნუ ლაპარაკობ ერთ კაცზე და ორ კაცზე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება ერთ კაცზე. ჩვენ ქართველებმა მივიყვანეთ და არა ვიღაცა ერთმა კაცმა და ორმა კაცმა. ეს ერთი კაცი 7000-ის არჩეულია და 7 მილიონის არჩეულია. მე ლაპარაკობ რომ საქართველოს საკუთარი თავი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ხელისუფლება რომელიც 2004 წელს თუ 3 წელს თუ როდის იყო ეს რევოლუცია ნოემბრის, რომელიც მოვიდა ერთ-ერთი მთავარი პირობით, რომ ჩვენ პირველივე ვადაში აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე ვადაში ხომ უნდა თლათ ეხლა უკვე უნდა ყოფილიყავით სოხუმში, ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ როგორც ჩანს, საერთოდ ვეღარასოდეს ვეღარ ავადგენთ ამ ტერიტორიას. მოდი რა, თვალებში, არა, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. და ამ მდგომარეობამდე ჩვენ მიგვიყვანა ამ ხელისუფლებამ. 10 წლის მერე სამუდამო დამთავრებული ამბავი იქნება ახალგორი და კოდორი და გალი. გეუბნებით. არ იქნება. ხო, ამიტომ აი ამ ხელისუფლებამ ჩვენ აქამდე მიგვიყვანა და ჩვენ კიდე რევოლუციონები. მრავალ პარტიულობა დაფიქსირდა. მე რა რა და ეს რო აი რა არ შედგება ლაპარაკობ კულტურად არა რატო არა ოპოზიციაც ხუჩურად ლაპარაკობ და არა ხო რანაირად ეხა ვერ გავიგე საგუბი ნებისმიერ უცხოეს კითხე რომ პარლამენტში შესვლა ჯობათ ვარ გეტყვის რომ გარეუბნში სიგიჟე რა სიგიჟე არ შესვლა პარლამენტში სიგიჟე
იმიტომ რომ დაინგრა ოპოზიცია, დაიშალა და იქ გაქვს ტრიბუნა. მოდი, იჩხუბე, იყვია და კიდე გააქვს ეს ტრიბუნა და გააქვს. ისი ტრიბუნა და ბიჭო თვითმარქვია ხალხთან რა ტრიბუნაზეა ლაპარაკი? უправებ არჩევნებს. მიშა სააკაშვილმა რატო უნდა დამნიშნოს საზოგადოებრივი არქივის დირექტორად? ვინ არის? ეს მის ყველაფერი ერთმანეთში არ ეულა. რანაირად მაგ იმიტომ შეგნიშნავდნენ მაშინ. დანიშნული იქნებოდნენ და პარლამენტში არა ვარ მე დანიშნული, არასაც დაუნიშნია. მე მანდატი მოიპოვე, კი არა, ლეგიტიმი იმან მოიპარა ზატო. იმარას მოიპარა ის სხვა ამბავია. იმან მოიპარა, სკამი შენ იმას უправე. მე რატომ მეუბნები? იმის კამი არაფერ კავშირში არ არის პარლამენტში. როგორ არ არის შენ უправე და ეუნები რომ ხო ბატონო პრეზიდენტო. მე პარლამენტში. და მე მაგას ხო ბატონო პრეზიდენტოს არასდროს არ ვეთქვი, იმიტომ რომ ის არ არის პრეზიდენტი. მე ვაფშე პრეზიდენტს მაგას არ ვეძახი, შეიძლება სხვა სახეს ვეძახი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა შენთვის რა. მაგრამ დავანებოთ მაგას თავი. მე გეუბნები მარტივ რამეს. 10-მა პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გადალახა ბარიერი, მოპარეს ხო ის მანდატები თუ რაც უქონეს, 10 პარტია შედიოდა პარლამენტში. ეხლა ამათივემ რო თქვას უარი და გამოვიდეს. ძალიან დიდი ამბავი იქნებოდა. არაფერი ამბავი არ იქნებოდა და ის პარლამენტი მაინც შეინარჩუნებდა კვორუმსაც, ექნებოდა მუდმივად ყველაფერზე კვორუმი და ერთპარტიული პარლამენტით შეიძლება არსებობა. მე კარგია? არა, ვაფშე ამერიკაში რამდენი პარტია ღებულობს, როგორ ფიქრობ მონაწილეობას? 15? 2 ხო. ერთი შედის სუპრემ უმრავლესობით, მეორე შედის უმცირესობით. ხო, 2 ხო. ერთი ხო არის 2-ია. არა, 2 შედის და 2-ით შევიდოდა აქა და 4-ით. ბიჭო, ჯონდი რო არ შესულიყო, შენ რო არ შესულიყავი, ცაგარა რო არ შესულიყო. არა, მე და ჯონდის ერთმანეთში. გიორგი თარგამაძე რო არ შესულიყო, მიქნებოდა მარტო ნაციონალური მოძრაობა. არა, მე ნუმრევ პარტიებში. იმიტომ რომ მე შევედი დეპუტატი. არ არსებობს დიქტატურა მსოფლიოში, აბა, ერთი მანდატიც რომ ვინმე მიიღოს. არა, ერთპარტიულია, როგორც იყო კომუნისტების დროს. კომუნისტები ვით იქნებოდნენ რა. ხო რა. ეგარი ყველაფერი. აი კომუნისტები ვით იქნებოდნენ და დაცინებდა საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას. არა თქო, კომუნისტების დროს მეორე პარტია SSR-ში არ არსებობდა. უცხოეთმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, ჩატარდა მიიღო მონაწილეობა ამდენმა პარტიამ, ამდენი პარტია შევიდა. ანუ მე ის პარტია ფიზიკურად შევიდოდა თუ არა პარლამენტში, დახევრა თუ არა მანდატზე და უარს იტყოდა თუ არა პარლამენტზე, ეს უკვე სულ ერთია მთავარია რომ კაი. ეხლა მომისმინე. კარგი, ესე დავსვამ შეკითხვას. არა, მაგრამ არ შევადასო. მე ვაგრძელებ ლაპარაკს. ეს მოხდა იურიდიულად და ეს მართლაც ასე მოხდა რომ რამდენიმე წარმომადგენელი, რამდენიმე პარტიის შევიდა პარლამენტში. კი. მე რო შემოვედი აქ გიათოთლაძემ დღეს მითხრა რომ შენ ხელს მართლეო, ხო მითხარიო რომ ხელს არ შემოვართო პარლამენტშიო. იმიტომ რომ მე მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც ვთვლიდი, მაგრამ ეს უკვე არა იურიდიული მხარეა, არამედ ეს მორალური მხარეა. მაგას შენ როგორ ვთვლი? მორალის ხოჭი რამდენია? ამდენი კაცი რამდენი მორალია რა. ნუ ალბათ ეს შინო ჩემი მორალი. მე მაგათაც ვთვლიდი, რომ ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი შესვლა ამ პარლამენტში. როდესაც შენ იცოდი როგორც გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, ეს არის შენი მორალური მარცხი, თუ შედიხარ, იმიტომ რომ ამით შენ ცნობ ამ არჩევნებს. ხო. შენ შეხვედ, ესე იგი შენ სანი, ეს პარლამენტის და შენ სანი ეს პრეზიდენტის. და ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელი. ის ხალხი ეხლა ბევრს რო დემოკრატიაზე ლაპარაკობს, გარეთ. ბიჭებიო დაიხოცენ თბილისში, აი პარლამენტში იძენ. იქ შვენი რო გზნობდნენ თავს. მერე ერთხელ რო გაყავდა და აღმოჩნდნენ პარლამენტში თუ არ აღმოჩნდნენ, ნუ ეგუებოდნენ, მერე შედიოდნენ, ხან გამოდიოდნენ, ხან შედიოდნენ. არასდროს პროტესტი არ გამოვთქვათ. არც იმაზე რა. და იძდნენ შვენივრად. გადაცემებს აკეთებდნენ ისი როგორს? აი მე ლევან ბერდენიშვილი პირდაპირ მინდა მივმართო ბატონო ლევან რო აკეთებდი გადაცემას, რომელსაც ერქვა ჩვენ გვჯერა. არა, მჯერა პროსტა. ხო, მჯერა და ედუარდ შევარდნაძეზე რო გჯეროდა და რო აკეთებდი ამ გადაცემებს. შემე კაი კაცო, ედუარდ შევარდნაძის თუ გჯეროდა დისიდენტ კაცს, რომელიც იჯექი ედუარდ რანაირად გჯეროდა, გამაგებინეთი რა აქ, მაგრამ ამიტომ ვიძახი რომ რამდენი კაცი ამდენი აზრია. გაერთიანებულ ოპოზიციაში იყო ვერ კითხეთო. გაერთიანებულ ოპოზიციაში უფლება გააგდა ჩვენ მე ჩემი აზრით უფლება მაქვს. მაშინ აი დღევანდელი გადმოსახედიდან დავილაპარაკო. მაშინ გეკითხე. დღეს არ იყო თქვენ შესულები პარლამენტში. აი ვინც ოპოზიციაა და მარტო ხელისუფლება იყოს. უფრო გაგვიილდებოდა თუ არა არჩევნების დანიშნა ამათვის. მე არ ვიცხარი რა. შენ ვასართ უფრო რამდენჯერ მინახია. მე რათ უფრო დაგძიმები. არა, მომისმე რამდენჯერ მინახია სააკაშვილის გამოსვლა და პირიქით ამით რომ ამაყობს რომ პარლამენტში ოპოზიციაა. შენ წარმოგიდგენი რომ მაგას ვერ ითხოვდა? როგორც გია გამოვიდა უმრავლესობიდან ასე გამოვიდა და 7 კაცი და შეგვიდა. შეხვდა კიდე. ეგ უკვე დამწვარი თემა იყო. ხო, მაგრამ თქვენი თვითონ არა რომ ნინო ბურჯანაძე ახლა ცოტა ხანში ძალიან მალე ქმნის იმას რა ქვია ფრაქციას. ოპოზიციურ ფრაქციას ბურჯანაძე, რომელიც 90 დღე იყო საქართველოს პრეზიდენტი, ბიჭო. ბურჯანაძესთან პარლამენტში? პარლამენტში. თუ საკრებულოებში. პარლამენტში ქონის
საგრებულოებშიც ხმის, საგრებულოებში. თვითონ კი არ ხმის, კაცო, ვინც ბურჯანაძის პარტიის ფრაქცია იქნება, რა მნიშვნელობა? ხო, საგრებულოებში წაფინიშებდნენ იმ პარტიაში? ისინი შესულია უკვე მაგალითად იქ ვიღაცა შესულია იმ პარტიაში. შექმნას მე რა. დაუსვათ ერთმანეთს კითხვა. კი ბატონო. ეხლა მოითხოვთ გადადგომას ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ვინ უნდა გადადგეს? ვინც არ არის პრეზიდენტი? მე მაგალითად იმას პრეზიდენტად ავტვი და ამიტომ როგორ უნდა მოვთხოვო იმას გადადგომა. პარლამენტის არჩევნები ახლა ვინ უნდა დანიშნოს? ანუ ისევ იურიდიული გზით ხო უნდა წახვიდე, ისევ კანონის გზით ხო უნდა წახვიდე და ისევ ამ პარლამენტს იურისტებს მივანდო. ანუ რომ მივანდო, არა კაცო, მივანდო კაია. მილასაც ხო უნდა ეს არავის არ უნდა თხოვო, უნდა მოვითხოვო. სირთულე არ არის. მოითხოვო, მაგრამ არავის სირთულე არ არის. მივაწვე და მოვითხოვო. კაცო, თხოვო. ვერ დანიშნა. უფლება მაქვს ამისი. მე რატო ვთვლი რომ სწორად ვქენი შევედი გეტყვი. მინუსები რა ქონდა? არ შესვლას, პლუსები რა ქონდა შესვლას. ამნისტია. არა, ერთადერთი შენი პლუსი იყო, მე რასაც ვთვლი, შენ პლუსად და იმას რომ შენ რას ვთვლი მე? არა, მე გეუნები რა, იქ იმას ვთვლი რომ რაღაცა აი დაუშვათ იგივე მაესტროს სიხშირეზე დაკავშირებით რაღაცი პირველ აღზე იყო თუ ამნისტია არა, ამნისტიები და ბიჭების ციხიდან გამოშვებები და რაღაცები და რაღაცები კი ყოფილა, კაი. ეხლა მე არა, მოიცა გეკითხები აქ ხო? მაგრამ ის შეიძლება და კიდე 6 თვე სიტყვაზე ვთქვათ, გაიჭირებდა რაღაცა და ვინ გაიჭირებდა? ეს თვითმარკო თქვენ რო იქ არ არა, ის ბიჭები გაიჭირებდნენ ციხეში. მე არ პლუსიც არის და მინუსიც არის მეთქი. ხო და მაგას გე მინუსი რა არის? ეხა გეტყვი. მე ჯერ პლუსებზე ვილაპარაკობდი. დიდია მინუსი. თავარი არ შესulis მინუსი იყო და რჩება ერთადერთი რამე, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის დანგრევა, დარღვევა, დაშლა, ერთმანეთის გინება, ფურთხება. შესulis მინუსი რა? არ დასია. არა, აი ეგ იყო. ხوار მოხდა ეგ. შესulis მინუსი რა იყო თქო? შესulis მინუსი რომ შესულიყავით. შესვლას მინუსი ქონდა? არა. და გეტყვი რატო? დასამბო. იყვები რატო და იმიტომ. ხო, კარგი, ეგრე იყო შენ ეგრე ფიქრობდა, რომ შევიდოდით 32 კაცი არ დაიშლებოდა გაერთიანებული ოპოზიცია. ვიქნებოდით ერთ ფრაქციაში. ვეღარ დაიწყებდნენ ფრაქციის წევრები ერთმანეთის გინებას. გარეთ რომ დარჩნენ ჯიგრები, დაიწყეს იმ წუთში გინება ერთმანეთის. ისი რატო დაიწყეს გინება? ინდა გაგახსენო ერთი ფრაზა. თქვენ მე მაძლევთ გარანტიას რომ არ შევიდე პარლამენტში. ისი რამდენი უნდა შესულა? ეხლა რამდენი იძახის რომ მივქარი და არ უნდა შევსულიყავი და დიახ უნდა შევსულიყავი მებრძოლა. ჯეროთაც ამობზოგი, მაგრამ მე სხვა რამეს გეუნები. გარეთ უფრო მეც გავაკეთებ ვიდრე შეგით. აბარა იქნება, აბარა. რა აბარა? გარეთ ვაფშე ფერი გაკეთე. გაკეთე ცუდი. დაიშალა ეს ოპოზიცია, დაინგრა ბიჭო, შიგნიდან ყველანაირად რესპუბლიკელები ახლები. ნუ არ ვიცი, ოდის გააფორმებენ, ნუ მე მგონი გააფორმეს თუ აფორმებენ, ცალკე. ანუ ფორუმი და კოკო გამსახურდიას პარტია თავისუფლება რაღაცა ერთად გააფორმა. ეს მეორე გაფორმა, მეორეში ისა უკვე. კობა დავითაშვილი არის ცალკე საერთოდ, ეხლა ამ წუთში ნუ არ არის ეგ ჯერ არანაირი გაერთიანებაში და ნუ არ აფიქსირებს ამას და ცალკე დგას. აქეთ დგას კიდე სალომეს პარტია. მე მაინც ეხლა. იდღე, მე აქეთ არის კიდე ხალხი რომელიც მე ბაგრა რა მოხდა მე მეტი რა უნდა მოხდეს ბიჭო რა ამ ხალხის იმედი ქონდა რა ქონდა ამის სიტყვა ეს დაინახეს დაშალე ხალხ საკითხზე ხასტებია არ ვიცი როგორ მოაწერეს ხელი ხო რაზე მოაწერეს ხელი გადადგომაზე აი ამათმა არ მოაწერეს მე გადადგომაზე ხელი ხო მოაწერეს ვადამდელ არჩევნებზე არ ეთანხმება ახლები რესპუბლიკელები ფორუმი ბურჯანაძე ლოღაიდელი ვადამდელ არჩევნებზე ჯერ გადადგომაზე ხელი მოაწერეს თუ არა ყველამ არა თქო მაგას გეუბნები ვინ არ მოაწერა ბევრმა 12 პარტია არ არის მარტო საქართველოს ბევრია და ესენი ვართულებ ლაპარაკს რატო ვართულებ გეუბნები ველამო ვინ ჩამოთვალე მაგათ გაზაფხულზე არჩევნები არ გვინდა ეხლა ვინ ჩამოთვალე გადადგომაზე ხელი ყველამ ხო მოაწერა ის იქ დგას თუ არა ის ოფისში თუ ის არ მოაწერა კაცო ხელი არც ნოღაიდელმა არ მოაწერა ხელი არ ფორუმმა მოაწერა კაცო რა ნოღაიდელმა არ მოაწერა არც ფორუმმა არ გაერთიანებულ ოპოზიციაზე ვილაპარაკოთ ან ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზეც ვილაპარაკოთ მე პოლიტიკურ არა შენ დაიწყე ლაპარაკი ეხლა და ბოლომდე მივიყვანოთ მივიყვანო ბოლომდე არა ძალიან გთხოვ რომ აზრი გამოიტანონ რა ნუ აურდაურეთ თუ შენ დაიწყე რომ იყო გაერთიანებული ოპოზიცია რომელიც თავარ საკითხზე შეთანხმდნენ თუ არა ხო მითხარი არ არის თავარ საკითხი ჩემთვის თავარ საკითხია შენთვის არის ბატონო მიპასუხე შეთანხმდნენ თუ არა ხელი მოაწერეს თუ არა რაღაცაზე მოაწერეს ორჩა ნუ ეს არის რა მორჩა ოპოზიციაზე დიდი პრობლემა დღეს ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ეს ოპოზიცია თუ არ იქნა ძლიერი როგორ აწუნებული იყო ეს გმინდა რომ ძლიერი ოპოზიცია იყო არ როგორ გინდა აი როგორ შემოაწერეს ხელი ხო თავარ ძირითადზე ხო აი ეს ხოსიანად შეთანხმდნენ აი ეს შეიკრებიან და შეხებენ შეიკრან მე რა გვინდა თქვა ეგა დაგიხარდება ოპოზიციური შეიკრა გამეხარდეთ გაგიმარჯვე სემულო საზოგადოება აი ეს არის ქართული პოლიტიკა დღეს ო ძალიან ცუდი აი ეს არის ის რამდენი ერთად ხელი
მანიფესტზე მოვაწერეთ ხელი. მე ცუდი მანიფესტი. დაგურამოს გადასარევი. იმ მანიფესტის მიხედვით მე დღეს კიდე რაღაცებს ხმაურობ და ვაკეთებ, რო იცმანაში იკამათე, იჩხუბე, იგინე. დაკეთე კარები, რა ჯღაბნიან გაზეთებში რომ ეს არის. ეს ხალხი გაგიზა და აიღალა აღარავინ აღარ უნდა აღარც ოპოზიციონა, აღარც ის უნდა, აღარც ის უნდა. არ უნდა გადაასხათ ურტლიანი წყალი. არ ასხავ. ტურტლიანი წყალი როდის ასხავ ისი? როდის ასხავ ისი? ცხადე რომ ებძოლები იმას აქვია რაღაც რეჟიმს გაიგე და მე რომ იმ რეჟიმსაც უნდა იმას რო აკეთებ რა პარლამენტში შესული იმ რეჟიმს არ უნდა იმათ უნდათ მანამდე დაჭერა ამნისტია უნდა ძალიან მაგრამ ეს ისბრებოდათ ამნისტია უნდა ხო ბრძოლა უნდა უნდათ კი პოლიტიკური ქულების მაშინ არ დაიჭერდნენ არა ეხლა მაშინ არ მინდა ეხლა მაღაზია კამათი რა პარტიების დაფინანსება უნდათ კაცო ივლისში წააგდება უნდათ იმიტომ რომ მიუხედავად სისულელეკა დაცინა ყველა დანარჩენი 15 კაცის შემოსულიყო უფრო მეც არ შევძლებდი ბევრად მეც ხო შევძლებდი არა ისე რომ შეძლებდება ესე რომ შესულიყო 75 ბევრად უფრო მეც შეძლებდი და 75 არ შეუშვა. ეგ იცი რომ ვერ შევიდა. ეგ იცი რა პრინციპია. ეგ იცი რა. ამიტომ არ უნდა შესულიყო. მე გამიყავდეს თუ გამომიყავდეს მე ჩემი მანდატი არავის დაწამეთმევია, არც მიყიდია, არც მომიპარია, არც არავის დაუნიშნივა. ჩემი მანდატი იყო და მე ეს მანდატი მაშინ რომელი იყავი სიაში? გაერთიანებული ოპოზიცია 12 იყავი? დაწმინდა ხო ვერ მოიგე? ვერ ყოფილიყავი მე-16 ხო ვერ შეხვიდოდი? მე ეგ რა შევიდა? გუნცაძემ რა დააშავა? რომელიც იყო მე-16. რა დააშავა? გეტყვი რა დააშავა? შენ რომ მოგეგო დააშავა. შენ რომ მოგეგო დაწმინდა, კიდე გასაგებია, მაგრამ შენ რომ სიით შეხვედი. აი, შენ მეძო არ არის. არჩენ არ უნდა შეხვიდე. 9200 ხმა ავიღე დაწმინდაზე. არ უნდა შესულიყავი? ჰა? 9200. წააგე? დაწმინდა ხო წააგე? რა? წააგე და რა წააგებინეს. ესე იგი როცა უნდა წავაგე? გაიგე? არა, ხო წავაგე წაგაგებინე. როგორ შეიძლება? მეგეუნა კოკა გუნცაძე, რომელიც სიტყვაზე ვთქვა, კოკა, ან კახა კუკავა. ცუდი იყო. კახა კუკავა. ძალიან ცუდი იყო, ისეთ იყო ცუდი. მაშინვე ვამბობდი მაგას, ეს მოვათავეთ ეს პარტიული ამბები. სულ ყველა რო ეს პარლამენტში ვიყოთ, ვიქნებოდით ბევრად უფრო აქტიურები. გექნებოდა ბევრად უფრო მეტი ტრიბუნა. გააკეთებდი ბევრად უფრო მეტ საქმეს. და რაც თავარი, ჩემი აზრით, და რაც თავარია. გაერთიანებული ოპოზიცია არ დაიშლებოდა, იქნებოდა ერთ ფრაქციაში და მაინც ერთად ცოტა, მაგრამ მივწინაშკა, ერთად ვიქნებოდით. აი, იქნებოდით ერთად, კაი, 21 კაცი თუ 22 კაცი და რა, დაიწონა იქნებოდა. დაიწონა, რამე დაცინებდნენ ჩვენ ესე უბრალესობაში ვარ და ეხლა თქვენ, კაი, გასაგებია. თქვენი დედაცო იყოდა როგორც წინა პარლამენტში. ხო, შედეგი რა. დეპუტატები ვიყავით, სულ ყველა რომ გამოვიდით. 3.5 ღამე. დგება მომენტი, როდესაც სასწორზე დგება, ერთად ყოფნა პარლამენტში და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც, აი, საზამ კარგად ჩამოაყალიბა რა. ხო, ეს იძახის სწორს და იძახის თეორიაში. პრაქტიკაში ეგ არ მოხდა და არ მოხდა იმიტომ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი არა მარტო სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც ვერ მიიღეს ის და მაინც გამოვიდა ეს მრავალპარტიულის და ყველაფერი და ისაც გამოდიოდა. ეს მორალური აქტი შედგა. ხო, არ არის ეგ მორალური აქტი. როგორ არ არის? მორალური აქტი არის მორალური. საზოგადოებამ რა მოიგო ქუჩაში დარჩა მთელი ამხელა ლიდერები. და აღარ არის აღარიციან. ხელისუფლებამ მოიგო და გაუხარდა რასაც უნდა იმას მიაღწია. ხელისუფლებას გინდა გითხრა რა. როგორ ჩვენებს? ხელისუფლებას მაშინ არ უნდოდა რომ ხალხი შემოსულიყო. არ უნდოდა. თქვენი შესაძლოა. კიდევ ვიღა არა, ჩემი შესაძლოა. არ უნდოდა, ეხლა ჩემი შესაძლოა. არ უნდოდა, არ უნდოდა. თქვენი დანაშაული. რა ვიცი, გია, თქვენი სახით არ უნდა შესულიყო. ერთი წამით რა, ეხლა გაგახსენე. ასაც გააკეთები, ერთად უნდა გეკნათ. ერთი წამით. მე ერთად თუ მე მექნა, უნდა ერთად გადაგვეწყოთ. და არ უნდა ულტიმატუმი. მიტინგზე არ უნდა გამოეცხადებინათ რაღაც სისულელე. მიტინგიდან არ უნდა გებულებოდე. მე რომ შენ თვითონ გამოაცხადე, არ შევდივარ, ჭორიაო. არც დავმალული ვარ. და არც იქ არ მიულია კიდე ჩუმჩუმად რა. მე არ გულისხმობ იმას, რა ქვია, ლევანეს გასვლას კიდე ერთხელ გაიგე, იმიტომ რომ მივიდა ღიად და ვიცოდი რომ მიდიოდა ერთხელ შემთხვევად და მეორე შემთხვევას. მე რო თურმე მიტინგების დროს, რომ ხალხი მე ვიცი ნახდათ რომ მიტინგების დროს დადიოდნენ იქ ლიდერები. პოლიტიკური რა გინა რომ სულ გაუხეთ ქოგული ამ ხალხს. არა, ვილაპარაკოთ რა. არა, რა ვილაპარაკოთ რა. ძალიან ცუდი მე. ეხლა თუ გინდა რა ვქნათ? ეხლა მაგ კითხვა. კითხვა გამომდინარე, ხო თუ ეგრე იყო მაშინ თქვენ მთელი ახლის განმავლობაში რაც შენ მოყევი პარლამენტის მანქანებით სულ იძახდით ამ. კი. პარლამენტის მანქანებით ბატონო, მაგრამ რას ვიცი? რატო არ გადმოვიდნენ იმ წუთში ბიჭო? 5 იანვრის არჩევნების მერე
7 ნოემბრის მერე რატო არ გადმოვა თავისი ერთი ადგილები მანქანებიდან არა მაშინ რა ეხლა რომ გაგიჟდნენ პარლამენტს თუმე მანქანები ყოლია ეთქვა მაშინ იმიტომ ახსპოთი შენ და იმიტომ წამოხვედი ჯერ უმრავლესობიდან და მე ოპოზიციაში და მაშინ რომ არ მოგწონდა იმ პარლამენტში რაც ხდებოდა ხო? კი, არ შემოწმედინო არა ავიქცე იქ. არ შემოწმედინო. დიახ, გეთახმები. ხო? მიყვებოდი ღამეებს ვატენი ლაპარაკობდი. რა ქუთაისში ვიყავ. კი. ენერგიები დემით მივედი და დავიწყეთო ავიქო რაღაც ხო იცი ეს ინიციატივები რაღაცები და ბოლოს ვიტო გითხარი წეგან და ბოლოს მივხვდი ეს პროსტო რა გინ იმას კენი ხალასტო გესმი არა ამბობდით მაგას თქვენ არ არსებობს იმიტომ გეუნები მე მაგას რაზეა შეშეშლეს მაშინ ეგრე ამბობდით ეხლა ყველა ვინც იყავით დეპუტატები ყველა ეგრე ამბობთ მე არასდროს არ ვამბობ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს ბრძოლა გეუნები აი ესე როგორც სინოდით რომ ესე მიო გინდო აბა რა არის შეაყარე კიდეც სერჩიო ბიჭო მეგრო მეთქვა ეგრო ჩემ თავში აზრი ყოფილიყო რომ აქ ჩემ ყოფნას აზრი არა აქვს კი არა ვერაფერი ვერ გაგვაქვს ხო ვიზახოდით ხო ვერ გაგაქვს ვერ გავიგე ეხლა ჭიდაობით ისევ მაშინ არ ჭიდაობდით მაშინ ჭიდაობდით მაშინ იყოს ხელისუფლება უფრო ძლიერი რაშია საქმე რაშია ძლიერი იყო ხელისუფლება რა აი ძლიერი იყო მაშინ ხელისუფლება ბევრად უფრო დასუსტებული ხო ეხლა შეიძლება ბევრი რაღაცები დაგითმოს მაშინაც არანაირი შედეგი ბიჭო რატო მე ვამბობ იმაზე კი არ ვამბობ იქ რაღაც გაჭირებულ ადამიანს რომ დაეხლა ციხიდან ბიჭებს რომ გამოიყვანდა რაღაცები თუნდაც შეიძლება პადოშას უგორებს რა უკეთებს, მაგრამ ის საქმე ხო კეთდება. არა, ეს არ არის მე სიმართლე. მოვა დრო. ვა, ზეგ, მაზეგ და საარჩევნო კოდექსსაც მივიღებ, ისეც, აი მე მარტო კი არა. რაღაცა ჯგუფი. ისეც რომელზეც ვერც ერთი გარეთ დარჩენილი ოპოზიციონერი ვერ ჭუშოთ სუდიაო. როდის მიიღებთ მაგრამ? როცა იქნება რა, არ ვიცი რა. ეს იგი შენ იძახი რომ მიიღე? მივიღებთ. აი ბოლომდე თუ არა მე ვიტყვი რომ აღარაფერი ნოემბრის კომისია შეიქმნა. 7 ნოემბრის კომისია არ შეიქმნა. მაშინ იმ პარლამენტში და არც საკონ პარლამენტში შეიქმნება და არ შეიქმნება. ეხლა ეს არა იცი. შენთვის არის მე ახსოვს თქვი რომ პირველი მაგით დავიწყე. ეს საკითხის დავაყენე და მილიონი, მაგრამ მე ხარ გეუნები, შენ რა გინდა? შენ რა გონია რომ მე რო შევედი იქა? ეხლა ყველაფერს მე მოვაგვარებ მარტო ეს. არა, მაგას მეკითხები, კაცო. ეგონია? შექმენი, მიდი აბა როგორ შექმენი? არ ვერ შექმენი. მე სხვა რამეს გეუნები. ბიჭო, კოდექსი თუნიდა, კი ვერ გავიგე. არა, კოდექსი სხვა რამეა. არა, ნუ ეწინააღმდეგე. არ ეწინააღმდეგები. სხვა რამე. ისინიც უფრო მეტი გაკეთდებოდა, ამას გეუნები. და არ დაიშლებოდა, ეგ არ ვიცი, მაგრამ გაეცენებოდა. იცი ახლა როგორ არის, არა, როგორ გონია? არ ვიცი როგორ იბრძოლებდით, 15 კაცი, მე რა ვიცი, აი ხას იზავდნენ, ახლა აჯდებოდნენ არა. არა, უშვებ რო შეიქმნება. თეორიულად უშვებ, პრაქტიკულად არ უშვებ. ჯიგარი ხარ. აბა რომ მოგატყუა, ბევრად უფრო მალე გადაწყვეტებოდა ამნისტიის საკითხი, ბევრად უფრო ფართო მასშტაბიანი იქნებოდა ამნისტია. ამნისტია 2000 კენ გამოდიოდა, ხელისუფლებისთვის მომგებიანი თემა არის ახლა რა, მithumetes რეიტინგი რო იმაშია წასული რაფია, კოსტინერში. გამოუშვენ რა ნამიშვილი რა გახდა, კანონი ერთ-ერთი. მან არის ერთი რამე, რა რაზეც ერთი მესამედი მოხდია. ვიცი. მე რა გამოუშვენ რა. იცი რა მოხდა მან და მაშინ ახლა პირდაპირ ვიტყვი. რა? აუთ გვარებს უნდა მასახელებინეთ. აი წავედით. დავწერეთ სია. მომაწოდეს სია, გაერთიანებულ ოპოზიციას დაუკავშირდნენ ჩვენები და გამოვართეს ვიღაცა მასიას. იქ ვისაც თulidan პოლიტპარტნიორებას და იყო იქ პოლიტპარტნიორების სია. შალვა რამიშვილზე რომ დავიწყე ლაპარაკი, იქ შიგნით უკვე იქ უმრავლესობის ხალხი ძის და ოპოზიციის ხალხი ძის. ერთადერთი მე ვყვიროდი მარტო რომ გაუშვით. შალვა თქვა და ოპოზიციის მითხეს აღარ უნდა მასახელებები. აი რა ხო ხედავ არ თახტებენ დაანებეთ თავი მოეშვით და რაღაც. იმიტომ რომ მოკიდა ფულს ხელი და რაღაცები მილაპარაკეს იქა. მაგის განით ეკუთვნის კაც გამოშვება, რა შუაშია? მან არის საკითხი დააყენეს ესე აღიაროს დანაშაული და გაუჩნდეს. ნუ რაღაცა რა. ბიჭო, კანონით კაც 2/3 როა. არა, შალვაზე არ არის ლაპარაკი. არ არის ეგ. როგორ არ არის? არა, ეგეთი კანონი არ არსებობს, კაცო. ეგ არსებობს უდო, შენ ძახი რა, უდო არ არის კანონი. გაიგე? უდო შეიძლება შეგახონ, შეიძლება არ შეგახონ. თავწუხაროდ ესეა დღეს. რა გამოიყვანონ რა. აი ათენა ფექს არ მოიცვის რა. გეუნები, აი ეს რო 10 ვერ 10 აქ დარჩენილი აქ იქნება რა. აჰა, ხო იცახი იქო, ვაზანზარებო ყველაფერი. რა ვაზანზარე. მიდი აბა, გამოუშვი. მიდი გამოუშვი ჩვენთან და. დააყენე ეგ საკითხი. 9-ჯერ დავაყენე მეთქი, არ გესმის გასული. ეხა კიდე დავაყენე. კიდე დავაყენე, კაი. აქ გინათ რომ გამოუშვი. კი ბატონო, დავაყენე მაგხელს. რას ფიქრობ ხოფერიას პროექტზე? რომელ ხოფერიას პროექტზე? აი ერთი ამბავი რო ატყდა იმ სტელი. მე გეტყვი რასაც ფიქრობ. კიდე ჩემი მოსაზრება გითხრა, ასეთ არ მომეცა საშუალება ხარ ხოთა მინდა თქვა რა.
პროექტი თავისთავად რა არის ძალიან კაი. საპატრიარქოს იყო მაგას ჩართული და ყველა იყო ჩართული თავიდან. მე როგორღაც მოხდა რომ არ ვიცი მანანა გამსახურდია მიტინგი იყო თუ რა იყო თუ პროტესტი იყო რა მე რაღაც აგურდა უშნოდ. მე მაგალითად ესე კი არ დავსვავ საკითხს ვინ უფრო დიდი ან და იმის რეიტინგით კი არ დავთვლი ვიღაც სიდიდეს. ამერიკაში როგორ ჩატარდა ესეთი ასე ვთქვათ პროექტი როგორ ჩატარდა ვინ უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა კაცობრიობაზე. და პირველი ადგილი აიღო ადამიანმა რომლის გვარი და სახელი ესე ყველა მარიცოდა რა და არ თვლიდნენ რა რომ ვინა ვინც პირველმა დასტამბა ციგნი და გამოუშვა ციგნი. ვინა გუტენბერგმა გერმანელმა? გუტენბერგმა აგაშენა ღმერთმა. თუ ჩვენ იმათ სიდიდეს კი არ დავთვლით იმ ხალხის. ჩვენ დავთვლით შენი ადამიანებს დავთვლით. ვისთვის არის იდეალი. თუ აი ესე ჭრიში გადავაკითხვა, ეხლა შემდგომში რა შეიძლება ასეთი მე შევდამოს ფოტოშოპი. მე კაცას დაურეკე იმ დღეს საღამოს და იქ ლევაკუბანეშვილის ნომერი მქონდა იმასაც დაურეკე რა. შევთავაზე ეს ვარიანტი. კი, მაგრამ და არის პატრიარქის ფორმა, რატო არ შეიძლება ფორმატის შეცვლა? არ არის ეგეთი პრობლემა. ნუ რა გამოვა ფორმატი რა. მე არა, მე აპეტრამეში არის ყვა მხელა აჟიოტაჟი ასათეხი ამაზე. ეხლა მითხარი ომი ვინ დაიწყო? აი, ჩესნად, იქ თარგამაძესთან ერთად დაიწყო ომი. წინ დაუბრა. რომელი ომი? რიტორიკით თავის რომელი ომი? ამომზე. ამომზე პასუხობ. ეს ომი აი ხლა არ დაწყებულა. ეს ომი დაიწყო 1991 წელს. ეს ომი და ხან იყო აქტიურ ფაზაში, ხან იყო რაღაცნაირად მინელებული, მე აქტიურში, მინორში ვიდიოდა და მე საბოლოოდ ცხინვალზე გრადები? ღამის ცხინვალზე გრადები იყო ცარიელი ცხინვალი. უკვე გაყვანილი იყო და თავის მოსახლეობა იქიდან და მიდიოდა ცარიელი თუ იყო მაშინ რაღაცას. არა, ცარიელი როგორ იყო კაცო, სამხედრო. აველოდოთ. არა, საერთაშორისო გამოძიების. უნდა საერთაშორისო რომ დადოსო ქართველებმა დაიწყესო მე. კაცო, მე არ მაინტერესებს. აი დავუშვებ დადო. დადო და დადოს, კაცო. დადოს. მე გეკითხები სხვა რამეს. როდესაც 2 აგვისტოს უკვე შემოსული არის 58 არმიის უდიდესი ნაწილი. 2 აგვისტოს უკვე შემოსულია და ჯავასთან არიან და იმ გზაზე არიან და ჯავაცხინვალის გზაზე არიან. 2 აგვისტოს? 2 აგვისტოს დაწყებულია შემოსული. 125 მატასტრიკოვა დივიზია, აი როგორ ქვია, მოტოსროლელი დივიზია. თლიანად შემოსულია. როცა 11 აგვისტოს ფიქსირდება, რომ 1600 რაღაც ტანკი და მძიმე ტექნიკა არის შემოსული და შემოსულია 70000 ჯარისკაცი რუსები წერენ თვითონ. და 4 აგვისტოს როგორ არის 70000 ჯარისკაცი. ეს 11 აგვისტოს ამბობ. 11 აგვისტოს. 70000-ი? როგორ შემოვიდნენ ეგენი ახლა 15 წუთში როკის გვინებში ყულ ახმედოვი, რომელიც იყო სამშვიდობობის სარდალი და რუსეთის სარდალი და გერევის გენერალი წელი ამბავი, გამოდის და იძახის აჩვენებს ცხინვალის მიმართულებას, ნახეთ ისვრიანო, вот они стреляют, обстреливают грузинский села, 7 სოფელი დაბომბილი და გძელდება ეს ამბავი. და მე არაფერს გაკეთება არ შემიძლია. მე ვერ ვაჩერებ ოსურ მხარეს. რა ნახე პირიქით. რა გრადები როგორ დაასრულეს ამას? არა. ეგრე იყო, არ იყო ეგრე? არა, გრადები რო ისროლეს. რვაში იყო ეგრე რუსთავიორი მიდი და ვაკონტროლებთ უკვე ცოტა ხანში დავაკონტროლებთ. რვაში კულახმედოვი გამოვიდა ადრე და თქვა ისვრიან ოსები და ვერ ვაკონტროლებთ. სულ არ გეპასუხა და თბილისში სამოსულიყავი, მაინც მოყვებოდნენ ბოლომდე რა. აი აქ შემოვიდოდნენ ხოშიან. მაგრამ რანება ქონდა. აკეთე რატო არ შემოვიდა? რატომ არ შემოვიდა? რატო არ შემოდიოდე? თვითონ მედვედევი გეუბნება ბიჭო რომ მე გეგმავდი ამას ერთი წელი. ილარიონოვი, რუსეთის პრეზიდენტი, პუტინის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, სერიოზული პოლიტიკური ფიგურა და რუსი გაქანებული რა. და წერ როგორ ემზადებოდნენ? ნუ არა. მეგრელი ყოლინაირად რა, არა, თავისი იდეოლოგიით ყველაფერს. და წერს ყველაფერს რა. რამდენი ხანი მიდიოდა მზადება. აქამდე მივედით, იმიტომ რომ ჩაიშალა მანამდე სამშვიდობო პროცესები, რომელიც 2004 წლიდან იშლება და იშლება და იშლება. 2004 წლიდან ამ პროცესში რატო აცხადებდნენ? რატო აცხადებდნენ რომ აი ხა ვაკონტროლებთ ყველაფერი კარგად? იმისთვის მაინც ეთქვა თუ გამოეყვანათ სოფლებიდან. ბიჭო, გამოდიოდა ის ხალხი, აბა როგორ? არა, ტელევიზია აცხადებს. არა, ერთი კითხვა მაქვს. ტელევიზია რომ აცხადებს რომ ვაკონტროლებთ ცხინვალს, ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ შენ ცხინვალთან 3 კილომეტრში ცხოვრობ, იქ მომ დარჩენ სახში და ის. მომისმინე ერთი კითხვა. ყველაფერი კარგად არის. მაგას ნიშნავს ზუსტად. არა, მაგას ნიშნავს ზუსტად. ყველაფერი კარგად არის და ვაკონტროლებთ ცხინვალს. ნიშნავს მაგას. არა, როგორ შენ წინასწარ რა იცოდე, შენ თბილისს დაბომბვა დაიწყეს, შემოფრინა თელდიფრინავები ხო? გასაგებია მე მაგას არ აკონტროლებ ცხინვალს. არ უნდა მოიწყო ტელევიზიით რა. რაღაცა უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ იმ მომენტში, კაცო, მე დაიხია. მოვიგეთ რომ ამბობენ. მე გეტყვი, მე რას სამთვლი რომ მოვიგეთ.
მე რას თვლი რომ ომს კი არ თვლი ბიჭო გითხარი რაღაცა მოგვიგე ომი არ დამთავრებულა მორალურად ვარ მე გამარჯვებული და გეტყვი რატო 10-მდე რუსს ჰქონდა სტატუსი რომ ის იყო სამშვიდობო ჩამოიხსნა ნიღაბი არანაირი სამშვიდობო ეგ აღარ არის ეგ არის ოკუპანტი დევნილებიც ეგრე ფიქრობ ჰა დევნილები ხომ ყველა დევნის თავის აზრი აქვს დევნილები და ერთი დევნილი მაინც ფიქრობს ეგრე რომ მორალურად დევნილი ყავს ნახე ძალიან ბევრი ხო და მორალურად რომელიმე არის ეგეთ პირში დევნის რა გინდა რომ კითხო ხა დანგრეულ საყიდაო გამოვიდა და გავბედურებულობის მოვიგეთ ომის მოგებაზეა ლაპარაკი ომი არ დამთავრებულა ჩემთვის მაგალითად მორალურად მე მორალურად გამარჯვებული აი გეტყვი არა მორალ ბიჭო მორალ მე ხა შენ რომ ფიზიკურად მოგერიო ფიზიკურად მოგერ, მაგრამ შენ იყო 100%-იანი მართალი. ხარ მორალურად გამარჯვებული ჩემზე. მაგრამ ფიზიკურ მორევაზეა, მაგრამ ის ფინგარებს თუ დაგასვავ და მოგერევი ჯანით. ეგ არის სწორი? ეგ არის მორევა. არა არის მორევა. რა მომიდამთავდა? გული ამოგვეცეს და რუკას რო დახი. ხო და აგერ არიან, აქ არიან და ხოლმე ბატონო 2 საათში აქ მოვლენ და როგორ დამთავრდა ომი? არანაირად ომი არ დამთავრებულა. არც ესე იგი თუ დამთავრდა შეიძლება მომენტ თბილისით წავაგო და მაშინ თუ დამთავრდა თბილისის თუ დაგარგე და ყველაფერი დაგარგე აქეთ მიდის ყველაფერი ხო ომი თუ არ დამთავრებულა არა თუ მიდის ეგურგესი რა უნდა მივცეთ არა ეს დამთავრებია ომზე ჯერ ომზე ვილაპარაკე ომია და ის დამთავრდა ომი რა ომის ამ თემა დამთავრდა რატო ვერ გააკეთა უკრაინამ რომ ხვალ და ზეგ დიდი საშიშროება რომ ემუქრება უკრაინას ყირიმში რომ პასპორტებს არ გებდა და იმას საშიშროება ემუქრება და ჩვენ დაგუბომბეს ეგ არის განსხვავება იმას ხვალ და ზეგა შეიძლება საშიშროება ემუქრებოდეს და მე პარტიის წინაშე ვარ შეჩნეთია არ გააკეთეს შეჩნეს თუ აიღებ ეხა ჩეხლა გეუნები სამნი დარჩენ მეთქი და არ არის ეგ სამნი დარჩენ იქაც მიგებ გომარობა მე ომი არ დამთავრდა ენგურგესის საკითხი რა მაშინ გამარჯვებული ენგურგესის საკითხზე იყო ძალიან დიდი რისკი ესე გაქანებული ომი მომისმინე რა ენგურგესი ხო ბედალს ხო 9 მხარეა ჩვენ ენგურგეს ავიღებთ უთხრეს თუ არ დავდებთ აიღებთ ენგურგეს გაიხსნება ცეცხლი მაშინ აქედან ენგურგესის მართვა არის მთლიანად იქა იქ არის იქაც კაფელებიც ერთი ნაწილი იყო აფხაზეთში ეხლა მოერითხარ როგორ მაგ რადიოში უსმინე ვის usmen მომისმინე გეუნები რომ ბიჭო აბა როგორი გაკეთე მართვის რა შუაშია ჩვენთან არის კაშხალი კაშხალი არის კაშხალი მე არაფერი არ გაქვს რა და ამ კაშხალსაც რო წყალი დააგდო კაშხალის გარეშე რამე იქნება ხო და მომისმინე რა კაშხალის მარკის პულტი ეგ ვიცით არის აფხაზეთში წყლის დაგდების მექანიზმი არის მართვის პულტში მართვის პულტთან არა მოსა შეთანხმებით აფხაზები და ქართველები მომისმინე აქ მე გეტყვი რა პრობლემაც არის მე რა ხედავ ეს არ უნდა მომხდარიყო აი ესე გაურკვევლად და დაფარულად ეს უნდა ყოფილიყო ღიად ყველას უნდა გაეგო რომ რისპაქტორები აი ეგ არის აი მანდავა ახარდა აღლის თავი რატომ და მაგარი შინარს გამანაწილებელი მოდის აქ ბენდუკიძე ვაფშე არ მინდა მაგის სიტყვა სახელი მიხსენო აქ რა რატო არის მაშინ თავრობაში გამაგებინი რატო არის ისა მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმას სამინისტროში ნამუშევარი კაცი რუსეთის მოქალაქე რატო არის მაშინ მითხარი ტერი სახელმწიფოს მოქალაქეა უნდა დატოვოს ეგ მოქალაქეობა მე თუ მკითხე საგარი მე სადარდე უნდა დავიწყო საკითხი მაგ საკითხს არ და ეგ არის ეჭვებსობადებს სხვა კი არაფერს დააყენე მე პარლამენტში ეგ საკითხი ეჭვ პარლამენტში არ გება ეგ საკითხი რატო არ გება ნუ პარლამენტი დაადგენს რომ მოუხსნა განცხადება გააკეთე პარლამენტში ეს უნდა ამ თემაზე უნდა ელაპარაკოთ მე თვითონ დაწეროს განცხადება და დატოვოს ის ხო და შენ გააკეთე განცხადება კაცო გავაკეთებ კაცო და მე შეხვდი კიდევაც მაგ ადამიანს და ქონდაც მე შეხვდი მაგასთან მოქალაქეობაზე არ ქონდა მოქალაქეობაზე არ ქონდა შორტა მეგურგეზე იყო და არა მე მიგვიშვა რომ რუსეთის მოქალაქე ადამიანი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტერი ქვეყნის მოქალაქე ეხლა მე გეტყვი პირდაპირ მაშინ არის ეგეთი რამე რომ დღეს ჩვენ მეორე მოქალაქეები გვყავს ფოტოშორის საფრანგეთის მოქალაქე ო იქითაც არის აქეთაც არის მოქალაქე საფრანგეთის მოქალაქე ო საფრანგეთი მოძრაობები საფრანგეთი მტერი არ არის ეგ არის ეხლა მე გეხრა როგორ რუსეთი მტერია გამოცხადებული ქვეყნის მიერ და ფოტოშორის საფრანგეთი იყო შენ წინააღმდეგი ნატოში და გერმანია პირველი ლობისტები რუსეთი მტერია არ ვიცი მე მტერია თუ რა არის ურ არის ეხა პოლიტიკოსი ხარ და რუსეთი ხო მტერია აგინა მე ტელევიზიების წინ გითხრა ვინ მტერია და ვინ არა გამორთეს და გეტყვი რა საკეთებენ გერმანიაში და გეტყვი მტერია თუ მოყარია ეს ფოტოშორის ხეშეკრულება რომელიც დაიდო იმ რაო რაღაცა შორის და საქართველოს შორის დაიდო ხეშეკრულება ეს ნიშნავს აღიარებას იმისა რომ ენგურგესი შენია და მედებ შენთან ამ ხეშეკრულებას ამ შემთხვევაში
არის ხო აქ კომპრომისი. იმიტომ რომ არ დაიხურა, არ გექნებოდა ეს დენი რა. საერთოდ გამოგიტიშავდნენ ამ 25%-იანი 25 და რა მოხდებოდა? არაფერი დაბნელდებოდა ბევრი ადგილები და აწყდებოდა მეორეთ მოსვლა და ის ხალხი იყო და რატო არ დადევით ხესეკულება. თქვენ გათახსენებთ. რატო არ დადევით კი უფრო ჩქარა მოეღებოდა თვითმარქვიას ბოლო. თელასი, მადნეული, რა ვიცი კიდე სხვა რაღაცები არის. ბენდუკიძე რამე, ბენდუკიძე ცალკე კომპანიაა. ბენდუკიძე ცალკე კომპანია. ბილაინი. ბენდუკიძე სხვათა შორის ძიმე თემა. რატო? მე პირდაპირ ვიძახი რომ ბენდუკიძე უნდა საერთოდ უნდა დაჭუთ პენსიაში. ჩემი მოსაზრება ეგეთია, მოგინა ვისაცუნებას ეწყინოს, გინა ბენდუკიძე ეწყინოს, თუნდა ამაღამ რა და დაიძინოს. სულ მაგის მიყვანილები გაშვებულები არიან სამინისტროდან, მაგის დადებული გაკეთებული აუქციონები შეჩერებულია. ეგა კარგი. რო გაუშვეს ისინი საწავიდნენ, გაშვებული. ვინა, მე რა საწავიდნენ. ბიჭო, რაღაც ცოტა დააჭირე. ხო, რა მინდოდა მართლა რა, აღარ დამავიწყდეს რა. ყველა ვინ შემოდის, ხო. მინდა რომ გუშინ დამავიწყო დათოსთვის რომ მეთქვა რა. მინდა რომ თავისი რაღაც რაც უნდა, თუ გინდა ერთი სიტყვა, თუ გინდა ერთი ფრაზა, თუ გინდა ერთი წინადადება რომ დამიტოვოთ რა. რაც დამიწეროთ რა. მაწერე. დავარი ეგ დაწერე და მანამდე სულ რაღაც ისე იყავი რა ქვია. გვიყვარდი რომ ზულდეს მეთქი არც ერთხელ არ მეთქია გასო რა. გვიყვარდი ერთმანეთ რაღაცას ვეძახ. ყველაფერი ამოასწორა. ეს რაც ილაპარაკა, თუ რაღაც არ მოგვეწონა, ამით ყველაფერი ასო არ მოგეწონა რა, მოსაწონი ყველას მოსაწონი. ამას დაუღუპებთ. არა, მე არ ჩემი ფინანსი რა ხდება რა. შეგაუღუპე. რა ბავში იყო და ცოტა ხნისი და რა შევა. სტაჟორები ჩამოთვალე. სტაჟორები. ჩამოთვალე. მაგარი თემაა. სააკაშვილი, ჟვანია, გეგამ გალობლიშვილი, კორკელია ახლა ელჩია ლატვიაში და დავით ბაქრაძე. შენი სტაჟიორები. სტაჟორები ხო, სტაჟორები. საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩემი პირადი მოადგილე იყო 2 წლის განმავლობაში მოადგილე იყო იაკობაშვილი თემურა. სამართლებაში. სტაჟიორები შენი დაგუპი ვარ. ჩემი ზამთარი. გავწევდა როგორ გავიხავდეთ ჩავიწევ თელაფილის ზონა მიყუროს. იხულა რითი აპირებს დაწეს. რითი და მაგ რაღაცებია. მოწარი მე თავის პროპრავა. აუ ზაზა ნახე რა. ოქრო. ავი კარსონებით მოსულა. ეს ვიგიდე. გიორგი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის, 2009 წლის 20 იანვარს პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და გახდა საკანი ნომერი 5-ის პატიმარი. ფლის, რომ ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად საქართველო გადაიქცა ციხედ. იცხოვრებს საკანში მანამდე, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობისგან. საკანი ნომერი 5-ის პატიმარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე და იცხოვროს უცნობთან ერთად 24 საათიდან 72 საათის განმავლობაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს პროტესტის ამგვარ ფორმას, ან გააჩნია განსხვავებული პოზიცია, შეუძლია პირისპირ ესაუბროს საკანი ნომერი 5-ის პატიმარს აემნისტვის განყოფილ დროს. ააფიქსირეთ თქვენი აზრი და პოზიცია SMS შეტყობინების სახით ნომერზე 2060. თქვენს გზავნილებს გიორგი გაჩიჩილაძე შაბათს ღამის 12 საათზე პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. კვირას ღამე იპატიმარი მაყურებლის სატელეფონო ზარებს უპასუხებს. გახდით რეალური პროტესტის რეალური მონაწილე. იფიქრეთ, იმსჯელეთ და იკამათეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საკანში ნომერი 5. Thank you.